განცხადება ხელმეორედ შევიტანეთ გამგეობაში და ვითხოვე რომ იქნება გადაეხურათ როგორმე, რადგან ჩემშვილს ფიზიკურად არ შეუძლია მაღლა რომ ავიდეს და სახურავი გააკეთოს. გრიგალმა ისე გამიოხრა ის სახურავი რომ პალატკაში დამარჩინა. დავრჩით ასე ცისანაბარა. რამდენი წვიმა მოვა, რამდენი პატარა ჟურნალისტი მომოვიდეს, იმდენი ჩემი ჭერისველია, ვედროებს უდგა. ყველაფერი მისველდებოდა დაბლა ოთახში ისეთი სინესტია. ვთხოვე მეთქი რომ იქნება ახალი შიფერი და მოვიფიქრებთ და დღემდე მოსაფიქრებელი დარჩა ეს ყველაფერი. 3 საათში დააფარეს და წავიდნენ რა. რა ნაწილი დახურეს სახლის? ნახევარი. აი აქეთა და აი წინ. და უკან დაშენლია და იქით დაშენლია. რომ ესე არ მიჭირდეს ის ტოლები არ მექნება გაკო. მე კომპენსაცია უნდა გაეკეთებინათ, ჯერ კრიშას გავაკეთებ და მე აღარც ერთი მოხდა, აღარც მეორე. თქვენ თუ გიცდიათ აკავშირება იმის მერე გამგებელთან? 3 დღეა ურეკავ და ეგ საკითხი ზოგადად ჩემთან არა, იმიტომ რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან ფინანსდებოდა ეს პროექტები. ჩემთან არის მონაცემები, სადაც ფაქტიურად მინდა ვთქვა, რომ რამოდენიმე სახურავი კიდე არის გადასახული და მინდა გითხრათ, რომ თქვა მივაწვია ამ ინფორმაციას ახალი გუბერნატორი რომ შეძლებს დაგვარად იმოქმედებს. ჩვენ უკვე რამოდენიმე დღეა შეხვედრები დავიწყეთ მოსახლეობასთან და ჩემთან ვიცმოდი შესახვედრად დაახლოებით 70-80% მოსახლეობის პრობლემა არის სწორედ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი და მათი უმრავლესობა სწორედ სახურავს უჩივის, ბევრს გადაუხურეს სახურავი, მაგრამ უხარისხოდ გაუკეთეს და მოვიდა თუ არა წვიმა მათ ოჯახებში კვლავ ჩავიდა წყალი და ბევრს კიდე უბრალოდ ყურადღება არ მიაქციეს. ანის თანხა არ იყო საკმარისი, რაც გადაუხადეს და ფაქტიურად დღემდე ბევრი ოჯახი ღია ცის ქვეშ არის კვლავ და მათ ოჯახებში წყალი ჩადის. ჩვენ რასაც ვაპირებთ, ეს არაერთხელ განვაცხადეთ და ბატონო ბიძინამ არაერთხელ განაცხადა, რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ზარალი 100% იქნება ანაზღაურებული ყველა მოსახლე.